საჯელახსრულების გლდანის მერვე და რუსთავის მე-6 დაწესებულების 60-მდე პატიმარმა შიმშილობა დაიწყო, მათ უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი. საპროტესტო აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ცვლილებათა და საკუთარი საქმეების გადახედვას ითხოვენ. საქმე ეხება ამნისტიის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ამნისტია ყველა პატიმარს შეეხო, მათ შორის უვადო პატიმრებსაც, თუმცა ამ კატეგორიის ჯანმრთელობის გათავისუფლება რეალურად არ მომხდარა. ერთ-ერთი პატიმრის ინფორმაციით, რომელიც დროს დაუკავშირდა შიმშილობის აქციაში C-ჰეპატიტით დაავადებულები ჩაერთნენ, მათი სოლიდარობისთვის კი პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები 9 ივლის საპროტესტო აქციებს აჭარისა და საქართველოს მთავრობების ადმინისტრაციულ შენობებთან გეგმავენ. სამართ რომ გამოიტანა განჩინებები ჩვენს მიმართ ყველას ერთი რეგიონის შინაარსის განჩინება გვაქვს, სადაც წერია მსჯავრდებულს უვადო სასჯელი შეუმცირდეს 1/4-ით, მაგრამ საბოლოო სასჯელის ზომად დარჩეს ისევ უვადო. ესე იგი აბსურდი, ხო, გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის, ან ესე ვთქვათ, საწყისი ზომის 1/4-ით დატოვეს ისევ საწყისი ზომა. ერთადერთი კატეგორია მსჯავრდებულებისა, რომელსაც ამინისტია შეგვეხო, მაგრამ რეალურად ის ვერ აღსრულდა, ეს ვიყავით უვადო მსჯავრდებულები, 93 ადამიანი. ეს იყო დისკრიმინაცია სამართლებრივი მდგომარეობის ნიშნით. სამი მოთხოვნა გვაქვს. ეს კანონის, ამინისტიის კანონის დაშვებული დისკრიმინაციისა და ხარვეზის აღმოფხვას პირველი, მეორე, უვადო სასჯელისაგან პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების 25 წლიანი ტარიფის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, სადაც 15 წელი არის ასეთი ტარიფი და მესამე, ძალაში შესული უკანონო განაჩენების გადახედვის ეფექტური მექანიზმის შექმნა.